მოგესალმებით. აბონ ციციაშვილის დილის საუბრები დაიწყო. რა გაიყავა არის? აქ შეიძლება და ყოფილიყო შენი ყავის ან შენი კომპანიის რეკლამა აბონ ციციაშვილის სახელით, მაგრამ არ გინდა რომ ჩადო ფული, რომ წუწკი ხარ. რა თქმა უნდა ეს ხუმრობით. ამას წინათ ვიყავი სუფრაზე, სადაც ძალიან სვეცკი, ძალიან პრადვინუტი, მაპატიეთ ეს რუსულ იმებს რო ვიყენებ სლოგანებს, მაგრამ ჯერ კიდევ ძველი ყაიდის ქალი ვარ. ადამიანები ერთ-ერთი მათგანი სხვადასხვა ჰარვარდ გამოვლილი, ჰარვარდ განავალი იყო. ხო და ძალიან სერიოზული ჩხუბი და ჯახი მომივიდა დონალდ ტრამპთან დაკავშირებით. ამ პრადვინუტებმა დამაბრალეს რამოდენიმე, ერთი ჩხუბობდა და დანარჩენი უსმენდა, მაგრამ შესაბამისად დუმილი იყო და შოუს ელოდებოდნენ, რომ ტრამპი არის რუსეთის კგბ-ს აგენტი, რომ მისი სახელი არის კრასნოვი, რომ ისა და ისა, ნუ ყველაფერი ჩვენ ეს გვსმენია და ასე შემდეგ და როგორ შეიძლება ტრამპს მალე გადააყენებენ, მალე იმპიჩმენტი მოვა და მე აქ სულაც არა ვარ ტრამპის მხარდასაჭერად, სულაც არ წერა. ტრამპს არ ჭირდება ჩემი მხარდაჭერა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამერიკაში ცხოვრობს, გეტყვის რა ხდებოდა ბაიდენის დროს ეკონომიურად და რა ხდება ეხლა და რა ცვლილებები შემოდის ეხლა. ეხლა მე არ დავიწყებ ამით დაცვას. და რაც შეეხება ტრამპის კგბ-ს აგენტობას, ყველაფერი დაიწყო 1987 წელს, როდესაც ახალგაზრდა ტრამპი ჩადის მოსკოვში, ახალგაზრდა, ამბიციური მანჰეტენელი, სიმპათიური ღმერთკაცი, რათა ააშენოს სასტუმრო კომპლექსი, იმიტომ რომ მისი ძირითადი ინვესტიციები არის სასტუმროს ბიზნესები და შენობები და ასე შენობა ნაგებობები და მისი სფერო ინტერესისა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოდის ეს ამბავი მოსკოვში, ეს ეგრეთ წოდებული ზძელკა არ გადის, მაგრამ ისე სლენგს მოვიხმარ, სამაგიეროდ კგბ-მ დაავერბოვკა. ანუ საქმე არ გამოვიდა, მაგრამ დაავერბოვკა. და ამას გვეუბნება, ამის შესახებ გვიყვება სულ ცოტა რამოდენიმე ხნის მერე, წლების მერე ვიღაცა არც ვერც დავიმახსოვრე იმ ჩემისას გვარი, ვიღაცა ალიევი თუ ნურსად ვიღაცა დეგენერატი, ალნურ მუსაევი ბოდიში, ეხლა მოვეკითხე, ალნურ მუსაევი, ჯერ ალნურ მუსაევის სახე უნდა ნახო და მერე დაიჯერო, რასაც ის ამბობს. და ეს ჩვენი პრადვინუტი ჰარვარდ დამთავრებული, მეუბნება, ნუ ჰარვარდი, გავიგეთ ცოტა deep state-ისკენ რომ მიდის. ხო, მათთვის ვინც არ იცით რა არის deep state, კი, ეხლა ჩვენი ოცნება სუტვინს გვირევს deep state, მაგრამ სინამდვილეში deep state ეს არის კლინტონი, ობამა, რა ქვია, ბაიდენი, ჰარისის და სოროსის ნაკრები. მოდით დავარქვათ ამ სასტავს deep state. ასე დამდაგვარა deep state-მა ვერანაირად ვერ შეძლო შეერყია ტრამპის იმიჯი, ტრამპის პიროვნება, მოუგონეს 1000 სისულელი და მეცაც გეტყვით, წიგნიც კი დაწერეს, წიგნიც კი შეუკვეთეს, დაიწერა ორი საშინელი წიგნი ტრამპზე, რომლის ავტორიც გახლავთ ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტი და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პირი წერს წიგნს ოღონდაც ანონიმურად მაილს ტეილორი 2019 წელს. მე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გაცხადდა და მაილს ტეილორს მოეთხოვება თავისი. ახლა ნახეთ. 90-იანი წლების დროსო ტრამპ თაუერშიო 12-მა რუსმა ოლიგარხმაო ბინა იყიდაო. 12-მა რუსმა ოლიგარხმაო. ეს რაზე მეტყოლებსო? არ არისო კგბ-შნიკიო? ეს იმაზე მეტყოლებს რომ ტრამპი უმაგრესი ბიზნესმენია და დიახაც იმ პერიოდში რუსი ოლიგარხები ყიდულობდნენ ძალიან ბევრ უძრავ ქონებას ნიუ-იორკში და მათ შორის ის 12 ოლიგარხიც. რა პრობლემაა ამაში? მე ვერ ვხედავ. სამაგიეროდ 2015 წლიდან მეგობრებო
2015 წლიდან მთელი მსოფლიოს დაზორვა თუ კი რა მიარსებობს, მუშაობდა იმაზე, რომ გაერკვია, რომ ეს კაცი არის ეს კრასნოვი და კგბ-ს აგენტი და რუსეთის სამსახურშია და რუსეთის ინტერესებს ატარებს, თუ არ არის. ჰილარი კლინტონმა მაგალითად ჰილარი კლინტონსა და FSB-ს შორის მათი კონტაქტები ვიცით, ახლა ჰილარი კლინტონი და რუსეთი როგორი იყვნენ ჩახუტებული deep state-ი და რუსეთი, ანუ გადაეცა სპეციალური ეგრეთ წოდებული პაპკა, სადაც ვერავინ ვერაფერი ვერ იპოვნა და თქვენ ჩვენ რომ დაუჯეროთ ვიღაცა ნურსან ალიევს თუ ჯანდაბა წეღავს გვარი ვერ დავიმახსოვრე. ნუ ახლა შვედზე საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს, შვედსი, ხო იცით ვინ არის შვედსი? არიცით, ახლა გაჩვენებ. ლოთი, შფოთი, ნარკომანი, აფერისტი და საერთოდ წყალწაღებული კაცი, მაგასაც დედას უტირებს ტრამპი აუცილებლად. მაგრამ იმას უკვე ნატირები არ დედა. ამ თემასთან დაკავშირებით შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო, აქ გვარებიც მაქვს, იქ კრიგიუნგერი იყო თუ ის ვიღაცეები, რომლებიც წერდნენ სისულელეებს და იგივე CNN-ის 18 მიზეზი, თუ რატომ არის ტრამპი, რუსეთის აგენტი და ასე შემდეგ, არ გვინდა სისულელეები, ხა რა თქმა უნდა, ის კაცი ვერ იქნებოდა ვერანაირად დღეს ამერიკის პრეზიდენტი. ამიტომაც ერთ რამეს გეტყვით. ტრამპი აუცილებლად ჩამოაკითხავს საქართველოს. ხოლო იმისათვის, რომ ეს უფრო მალე მოხდეს, ჩვენ უნდა დაუძახოთ მას და ვთხოვოთ დახმარება. აი ეს აქციები, რომელიც მიმდინარეობს, ეს არაფერს მომტანი არ არის სამწუხაროდ. სუდამავიწყდა მე თქვა, შენო ევროპასო როგორ ლანძღავო, ევროპის იმედი გვაქვს. მე ევროპის იმედი